ახალგორელი აქტივისტი თამარ მიარაყიშვილი, რომელიც ოკუპირებულმა ცხინვალმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა და ახლა გათავისუფლების შემდეგ საქართველოში იმყოფება, ციხეში ყოფნის პერიოდს იხსენებს. აქტივისტმა ამ თემაზე ინტერვიუ ონლაინ გამოცემა ნეტგაზეთს მისცა. თამარ მიარაყიშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ 22 დეკემბერს ვინაობის დასახელების გარეშე გაავრცელა. ოკუპირებულმა ცხინვალმა საქმეზე გამოძიება ჯაშუშობის მუხლით დაიწყო, რომელიც 10-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო უშიშროების უწყება ამტკიცებდა, რომ მიარაყიშვილი საქართველოს სპეცსამსახურებთან აფილირებულ უცხოურ მედია საშუალებებს ინფორმაციას გადასცემდა. პატიმრობაში ყოფნისას თამარ მიარაყიშვილი შიმშილობდა. მეორე დილით მითხრეს, რომ გამოდი ჩაიზე და მეუთხარი არა შიმშილობა მეთქი და რატო და მე ხო გამოვაცხადე მეთქი, რომ ხვალიდან შიმშილობას ვიწყებ. გაგლო შეეშინდა ჩემი შიმშილობის დაწყების, მე სიტყვას ვასრულებ მეთქი. და გავაგრძელე შიმშილობა, ოღონდ წყალს ვიღებდი ცოტას. შრალზე გადავედი, ციხის უფროსი შემოვიდა ჩემთან, სამქალი ვიყავით და თავისი ამალით და ძალიან უხეშად. ერთადერთი ეგ შემთხვევა იყო, ყვირილით მითხრა, რატო არ აჭამ, რატო არ ასვავ, რა გინდა, რას აღწევა მითი. 31 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მიარაყიშვილი თავისუფალი იყო და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მიმიყვანეს გორის ჰოსპიტალში გამოკვლევებისთვის და გადასხმებისთვის. ვიდრე მიმიყვანდნენ, მე გზაში მოვითხოვე ტელეფონი, მეგობართან მინდა მეთქი დარეკვა, ადვოკატთან მინდა და დარეკვა. არ მაძლევდნენ უფლებას, არც გორის ჰოსპიტალში, ცოტა ხმამაღალი საუბარი მომიწია, დამარეკვინეს. იქვე ვიდრე გადასხმები მიდიოდა და ველოდებოდით ადვოკატს ქეთი ჩუთლაშვილს. მე შემოვიდნენ კიდე სხვა მამაკაცები, რომლებიც მითხრეს, რომ უნდა გავყოლოდი, უკვე ღამე იყო, ან 8 ან 8-ის მერე გავყოლოდი ცხეთის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე, რადგან უთხარი, რომ აი ამ მდგომარეობაში ღამე ნაშიმშილარი, ძლივს ლაპარაკობ, თავი არ ამუშაობს, აი რა აუცილებლობაა მეთქი, აქვე გიპასუხებთ, არა იქ უნდა წამოხვიდეო, რას ამთავაზობთ მეთქი, რა გჭირდებაო და აი თქვენი სიამაჩვენეთ მეთქი, რა ავირჩიო. და ერთ-ერთმა მითხრა, რომ მეო თვითონ ვიწრო ცხოვრობო, პოლიციის მაღალჩინოსანი იყო და თუ გინდაო ჩემ მანქანაში გაათენეო. აი ესე დამთავრდა ჩემი გამოთავისუფლება. დამტოვეს ქეთისთან, წავიდნენ ის კაცები და მე აი ესე ვარ იმის მერე. თამარ მიარაყიშვილი წარსულშიც არაერთხელ იყო დაკავებული საოკუპაციო რეჟიმის მიერ. მას ჩამორთმეული ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და აკრძალული ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების დატოვება. წლების განმავლობაში ახალგორში ცხოვრობდა. 1 წლის წინ კი ცხინვალში გადავიდა საცხოვრებლად.